მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ამ ვიდეოში განვიხილოთ უცხო პლანეტელები, თუ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ მათთან კონტაქტის დამყარებას. Როგორი იქნება კაცობრიობის რეაქცია? ჩვენ უცხო პლანეტელებისგან არასდროს მიგვიღია არანაირი სიგნალი. თუმცა გაუმჯობესებული ტექნოლოგიები აჩქარებს არამიწიერი ინტელექტის ძიებას, მას რა მოხდება, თუ დღევანდელი დუმილი მოულოდნელად უცხო პლანეტური სიცოცხლის ხვალინდელ აღმოჩენას დაუთმობს ადგილს. გაიხარებს თუ არა მსოფლიო იმ ამბით, რომ ვიღაც არსებობს. ეიფორიაში ჩავარდება თუ არა კაცობრიობა. ეს ერთი თვალსაზრისია. თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს აღმოჩენა ისევე სწრაფად დაიმალება, როგორც მაფიის ინფორმატორი, იმ ვარაუდით, რომ საზოგადოება ვერ შეძლებს ამის გადატანას. ან რაც კიდევ უფრო საშინელია, ისინი ამას საიდუმლოდ შეინახავენ იმის შიშით, რომ არაავტორიზებული პასუხი მტრულად განწყობილ რასას სუსტად ეტყვის, თუ სად განალაგონ თავიანთი ვარსკვლავთშორისი სამხედრო ხომალდები. რას ამბობენ უცხო პლანეტელები? ეს, რა თქმა უნდა, იმ ვარაუდს იძლევა, რომ ისინი რაღაცას ამბობენ, რომ სიგნალში შეტყობინება შეიტანეს. ბოლოს უცხო პლანეტელებმა შეიძლება თავი შეიკავონ კომენტარისგან, თუ მათ სურთ, რომ პირველებმა ჩვენ ვუპასუხოთ, რათა მათ შეძლონ ჩვენთან საუბრის შესაბამისი დონის შეფასება. მაგრამ დაუშვათ, რომ უცხო პლანეტელი ცდილობს რაღაცის თქმას. შეტყობინების ბიტების მიღება შეიძლება რთული იყოს. სეტის დაკვირვებების შემომავალ სტატიკურ სიგნალებს წამების ან წუთების განმავლობაში აგროვებს, როგორც ფოტოობიექტივის სინათლეს, სუსტი სიგნალების მგრძნობელობის გასაზრდელად. ეს სრულიად ანალოგიურია ასტრონომიული ფოტოგრაფიისა, რაც უფრო ხანგრძლივია ექსპოზიცია, მით უფრო მკრთალი ხდება მასალის გადაღება. სამწუხაროდ ისევე როგორც ხანგრძლივი ექსპოზიცია გაანადგურებდა ოპტიკური პულსარის სწრაფაფეთქებებს, ასევე სეტის ეს გრძელვადიანი დაკვირვებები დააბნელებდა ნებისმიერ შეტყობინებას. მაგალითად, თუ უცხო პლანეტელთა გადაცემა მოიცავდა სატელევიზიო ტიპის სიგნალს, კვლევრებს დასჭირდებოდათ ანტენა, რომელიც დაახლოებით 10,000-ჯერ დიდი იქნებოდა, ვიდრე თანამედროვე რადიოტელესკოპების უმეტესობა გამოსახულების აღმოსაჩენად. ასეთი მასიური ანტენის აგებას მნიშვნელოვანი დრო და ფული დასჭირდებოდა. თუმცა სიგნალის აღმოჩენის შემდეგ გონივრულია ვივარაუდოთ, რომ კვლევის დაფინანსება პრაქტიკულად შეუზღუდავი იქნებოდა, დღევანდელისგან განსხვავებით. ამავდროულად საზოგადოება კოსმოსური კამპანიის ფაქტის წინაშე დადგებოდა. ჩვენ არ გვეცოდინება, თუ რა იყო ეს ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან, მხოლოდ ის გვეცოდინება, რომ ისინი არსებობენ. მანოას ჰავაის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ბენ ფინიმი წინასწარმეტყველა, რომ სწრაფად განვითარდებოდა თარგმანის ინდუსტრია, ფსევდომეცნიერები, რომლებიც რწმენით ან უბრალოდ სიხარბით აუხსნიდნენ მასებს, თუ რა არის კონტაქტი და როგორ უნდა მიუდგეთ მას. და კერძოდ როგორ უნდა უპასუხონ რელიგიებმა ამგვარ მეცნიერულ გარღვევას. ამ სფეროში კვლევები არასაკმარისია, მაგრამ თეოლოგების უმეტესობა ოპტიმიზმს გამოხატავს, რომ ჩვენი რწმენის სისტემები ადაპტირდება. როგორც ვატიკანის ობსერვატორიის ასტრონომმა ძმა გაიუს კონსოლმანიომ თქვა, თუ თქვენი რელიგია ათასწლეულებს გადაურჩა, თუ მას შეუძლია გაუმკლავდეს კოპერნიკს, გალილეოს და დარვინსაც კი, მაშინ უცხო პლანეტელი საბოლოოდ მისაღები უნდა აღმოჩნდეს. შესაძლოა, მეინსტრიმულმა რელიგიებმა ადვილად მიიღონ ეს აღმოჩენა, მაგრამ ფუნდამენტალისტებს უფრო გაუჭირდებათ. ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილნი მიიღონ კოსმიური გარემოებები, რომლებიც წმინდა წერილში არ არის მოცემული. და თუ არ ხართ მიდრეკილი სერაფიმების, ნეფილიმების ან ანგელოზების არამიწიერ არსებებად მიჩნევისკენ, რელიგიების უმეტესობა არ პოსტულირებს ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობას სხვა სამყაროებზე. ფუნდამენტალისტები სავარაუდოდ გააპროტესტებენ ამ აღმოჩენას და გამოაცხადებენ, რომ ეს უბრალოდ სატანაა, რომელიც წტუნებას გიწყობთ, ამბობს ვირჯინიის შტატის ქალაქ ფერფაქსში მდებარე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სოციოლოგი ბილ ბეინბრიჯი. უდავოა, რომ ირმის ნახტომის ვარსკვლავურველებს შორის სხვა არსებების შესახებ ინფორმაციის მიღება ზოგიერთისთვის შემაშფოთებელი იქნებოდა. თუმცა სეტის აღმოჩენის ყველაზე ღრმა შედეგები უდავოდ გრძელვადიანი იქნება. და ეს მთელ კაცობრიობაზე მოახდენს გავლენას. მე კი გისურვებთ ყველაფერ კარგს. გამოიწერეთ არხი და კარგად ბრძანდებოდეთ.